დღემდე ხდება პოსტები სოციალურ ქსელებში ვითომ გაყალბებული არჩევნების შესახებ. და ვიფიქრე ვიდეოს ჩავიწერთ თქო, რომ ერთ და იგივეს ახსნა არ დამჭირდეს ყოველ ჯერზე. მე გერმანიაში ვცხოვრობ, გერმანიის მოქალაქე ვარ და გერმანელი პოლიტიკოსი. და გაგიზიარებთ ჩემ გამოცდილებას აქედან. იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოვაცხადოთ, ანუ ვიღაცას არჩევნების გაყალბება დავაბრალოთ. რაღაც პირობები უნდა შესრულდეს. ალბათ ყველასთვის ცხადია. ერთი წლის წინ ჩვენ აქ დავიწყეთ არჩევნების მონიტორინგი. პრობლემა ისაა, რომ ერთ უბანზე წესების დარღვევა, თუნდაც ბიულეტენების ჩაყრა, გაყალბება დაფიქსირდეს, საკმარისი არაა იმისთვის, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოვაცხადოთ. და ამ ერთ უბანზეც გაყალბება უნდა მართლა სასამართლოში დამტკიცდეს. გერმანიაში არის ესეთი წესი, რომ არჩევნების პროცესი უნდა იყოს საჯარო. და ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება დააკვირდეს არჩევნებს. კონსტიტუციაში უწერიათ ეს. მაგრამ წესების დარღვევა სასამართლოში რომ დამტკიცდეს, მინიმუმ ერთ ურნასთან 3 ადამიანი უნდა იდგეს. ამ 3-ვე ფიცის ქვეშ უნდა ერთი და იგივე დარღვევა დაადასტუროს. რუსულად ქვია ამას подприсягой. показания подприсягой. ალბათ გაგიგიათ. და შესაბამისად თუ მოიტყუეს, დაისჯებიან კანონით. ფილმებიდან გექნებათ ეს პროცესი ნანახი. ფილმებში ექნებათ ეს პროცესი ნანახი. ანუ საჭიროა რაღაც ორგანიზებულად მოხდეს დაკვირვება. ხო, ერთი ადამიანი მივიდა და რაღაც ნახა, საერთოდ არაფერს ნიშნავს. ამ ინფორმაციას ვერ გამოვიყენებთ. შესაბამისად გვჭირდება თითო ურნასთან მინიმუმ 3 ადამიანი. ყოველი მათგანი ჩვენ უნდა შევამოწმოთ. ან უნდა ვიცოდეთ სახელი, გვარი, მისამართი საცხოვრობს, იმეილის მისამართი, მგონი ტელეფონის ნომერიც, აღარ მახსოვს, ბანკის ანგარიში და ასე შემდეგ. რა. ყოველმა მათგანმა უნდა ფიცი დადოს. გერმანიაში არის 10,000 ურნა. ყოველ მათგანთან 3 ადამიანი რო დავაყენოთ, გვჭირდება 100,000-ზე მეტი ადამიანი და ეს თანაბრად ხო არ განაწილდება მთელ გერმანიაზე. ანუ ზოგთან იქნება 3-ზე ნაკლები, ზოგთან 3-ზე მეტი. შესაბამისად გვჭირდება, ну, რავი, 200-300,000 ადამიანი, რომ უმეტეს ურნასთან 3 ადამიანი მაინც იდგეს, 3 დამკვირვებელი მაინც იდგეს. ეხლა ეს ყველაფერი არის როგორც ორგანიზატორულად, ასევე ფინანსურად უზარმაზარი სამუშაო, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში უნდა ჩატარდეს. ბოლო არჩევნებში ჰქონდა რამდენიმე კვირა ამ ყველაფრის დასაორგანიზებლად. ну, რომ გაგვემარტივებინა პროცესი, ცხადია, დავწერეთ სოფტი, შევქმნით ვებსაიტი, სადაც დღესაც ადამიანებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, გადაიხადონ ფული, გაიარონ მთელი ეს ვერიფიკაციის პროცესი და მერე შეძლებენ ორგანიზებულად დაკვირვებას არჩევნებზე. არჩევნების მერე ისინი გვიგზავნიან მონაცემებს, რა ნახეს, რას დააკვირდნენ. ეს შედეგები მიდის მერე მათემატიკოსებთან, რომლებიც ჩდებიან და ცდილობენ სტატისტიკურად რაღაცნაირად დაითვალონ, სად რა რაოდენობით მოხდა. იყო თუ არა სადმე დარღვევები. ეხლა წელს ვადამდელი არჩევნები გქონდა, წესით ეხლა უნდა ყოფილიყო არჩევნები და ჩატარდა ზამთარში, წლის დასაწყისში. ანუ ფიზიკურად ვერ მოვასწარით
ასეთი რაოდენობით, დიდი რაოდენობით ხალხის შეგრება. მაგრამ 4000 ადამიანი მაინც რამდენიმე კვირაში შევკრიბეთ. სოფტი დავწერეთ 0-დან და 4000 ადამიანი შევკრიბეთ. აქედან, ესე იგი, მიახლოებით 1000 ურნამდე დაკვირვება შევძელით. გამოგვივიდა დაკვირვება. ურნების 19%-ზე დავაფიქსირეთ დარღვევები. დარღვევა არ ნიშნავს გაყალბებას. დარღვევების უმეტესობა იყო საჯარაობასთან დაკავშირებული. და დამკვირვებლებს არ მისცეს საშუალება, როგორც წესი და რიგია, დააკვირდნენ არჩევნების პროცესს. რაც წესით კონსტიტუციის დარღვევაა. და როგორც წესი, ასეთ დანაშაულს ადამიანი არ ჩადის, თუ დასამალი არაფერი აქვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მართლა რაღაცა ჰქონდათ დასამალი. გარდა ამისა, ჩვენი დამკვირვებლების უმეტესობა იდგნენ ურნებთან, მაგრამ გაყალბების ყველაზე დიდი შანსები არის არა ურნებთან რთულია, არამედ წერილების დათვლისას. უბრალოდ ეს პროცესი ძალიან რთულია, რის გამოც ადვილია იქ გაყალბება და ესე იგი ნებისმიერ ადამიანს არ შეუძლია იქ არ აქვს აზრი რომ ნებისმიერ ადამიანი მივიდეს და დააკვირდეს. ჯერ უნდა ვასწავლოთ, ვუთხრათ კონკრეტულად რას დააკვირდეს და მერე შეიძლება იქ დაუშვათ ადამიანი. უმეტესწილად ეს არ გამოვიდა. ამის მიუხედავად მაინც გვაქვს საბუთები, რომ რაღაცეები დაირღვა. მაგრამ ეს მონაცემები, ეს საბუთები სასამართლოში ჩვენ არ გამოგვადგება. ესე იგი, დაფიქსირებული დარღვევების და მიუხედავად ჩვენ თავს არ ვაძლევთ უფლებას ვიყვიროთ, რომ გერმანიაში არჩევნები გაყალბდაო. იმიტომ რომ ამის მტკიცებულება არ გვაქვს. მხოლოდ არის დასაბუთებული ეჭვი. საერთოდ ზოგადად გაყალბებაზე შეგვეძლებოდა ლაპარაკი, რომ დარღვევების ისეთი რაოდენობით ყოფილიყო, დიდი რაოდენობით, რომელიც საგრძნობლად შეცვლიდა არჩევნების შედეგებს. რაც მათემატიკურად არ მტკიცდება. და რამდენადაც ვიცი, საქართველოში მსგავსიც კი არაფერი ჩატარებულა ეს დაკვირვების პროცესი. შესაბამისად, იმის ბღავილი, რომ არჩევნები გაყალბდაო, არის უბრალოდ კრეტინიზმის ნიშანი.